დაცვის შესახებ კანონის ამოქმედებიდან 1 წლის თავზე კონკურენციის ეროვნულ სააგენტოში 460-ზე მეტი განაცხადია შესული. სწორედ კონკურენციის პოლიტიკის მიმართულებით განხორციელებული რეფორმები, მიღებული შედეგები და სამომავლო გეგმები იყო განხილვის მთავარი თემა. კონკურენციის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარესა და დამსაქმებელთა ასოციაციის წევრ კომპანიებს შორის გამართულ შეხვედრაზე. მხარეებმა ასევე განიხილეს მომხმარებლის უფლებების დაცვის მექანიზმები, მიმდინარე ტენდენციები და გამოწვევები. რამდენად ხშირად ირღვევა მომხმარებლების უფლებები და როგორია მათი ქცევა. ასევე რა ხდება სხვადასხვა ბაზარზე კონკურენციის მიმართულებით. მარი მელიქიშვილი მუშაობდა თემაზე, რომელიც ახლა პირდაპირ ეთერში გვერდება. მარი, მოგესალმებით და გისმენთ. Ხელმშვიდობის ნიკა, მივესალმებით ჩვენს მაყურებელს. ბიზნესი ფიქრობს, რომ ქვეყანაში კონკურენციის გაჯანსაღების პროცესი მიმდინარეობს, თუმცა სხვადასხვა სექტორში ამ კუთხით ჯერ კიდევ რჩება გამოწვევები, რომლებსაც კონკურენციის ეროვნული სააგენტოს მხრიდან ყურადღება უნდა მიექცეს. თავად კონკურენციის სააგენტოც მზადაა ბიზნესთან აქტიური კომუნიკაციით სხვადასხვა დარგში მოკვლევებისა და მონიტორინგის დასაწყებად. უახლოეს პერიოდში კი სააგენტო მომხმარებელ საბანკო დაწესებულებებში სადაზღვეო პროდუქტების მონიტორინგის შედეგებს წარუდგენს. სწორედ ეს საკითხები იყო დღეს მთავარი სასაუბრო თემა საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის ორგანიზებით ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებსა და კონკურენციის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარეს შორის გამართულ შეხვედრაზე. შეხვედრის მონაწილეებმა სააგენტოს მხრიდან მიიღეს ინფორმაცია კონკურენციის პოლიტიკის მიმართულებით განხორციელებული რეფორმების, მიღებული შედეგებისა და სამომავლო გეგმების შესახებ. შეხვედრაში, რომელსაც 50-მდე მონაწილე ესწრებოდა, აქტიურად იყო წარმოდგენილი საცალო ვაჭრობის, მედიკამენტებით ვაჭრობის, წარმოებისა და ტელეკომუნიკაციის სექტორები. ამავე შეხვედრაზე აღინიშნა, რომ იცვლება კონკურენციის ეროვნული სააგენტოს დასახელება და მას ამიერიდან საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლების დაცვის სააგენტო ერქმევა. კონკურენციის შესახებ კანონში ცვლილებას პარლამენტმა პირველი მოსმენით მხარი უკვე დაუჭირა. ჩვენ ამ ეტაპზე გვაქვს რამდენიმე მნიშვნელოვანი სიახლე, როგორც სააგენტო სტრუქტურის შიგნით, ასევე საკანონმდებლო დონეზე. ცვლილებები მოხდა მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ კანონში, ასევე მიმდინარეობს ახლა განხილვა პარლამენტში კონკურენციის შესახებ კანონში გარკვეული ცვლილებების, ამ მიმართულებით გვექნება მსჯელობა და ასევე იმ კომუნიკაციის და საკითხების შესახებ, რომელიც ბიზნეს მიაჩნია, რომ აქტუალურია ამ ეტაპზე მათთვის. გარდა ამისა, ჩვენ გვაქვს რამდენიმე მნიშვნელოვანი ბაზრის მონიტორინგი, მოკვლევის მიმართულებად. 15 ნოემბრამდე გამოვაქვეყნებთ ერთ-ერთ ჩვენ ძალიან მნიშვნელოვან მონიტორინგს, რომელიც ეხება საბანკო დაწესებულებებში სადაზღვეო პროდუქტების რეალიზაციის ბაზარს. პრაქტიკულად ეს დოკუმენტი დასრულებულია, 6 რეკომენდაცია გვაქვს დამუშავებული ამ საკითხთან დაკავშირებით. ბევრი კრიტიკული საკითხია, რომელიც ბიზნესს აწუხებს და რომელზეც დაიწყო თანამშრომლობა, რაღაც გარკვეული ნაბიჯები გადაიდგა. ამ ნაბიჯებთან დაკავშირებით ასევე გვაქვს გარკვეული ანალიზი გაკეთებული და შესაბამისად ბიზნესს აქვს თავისი წინადადებები, თუ როგორ შეიძლება ეს უფრო, ასე ვთქვათ, გავაკეთილშობილოთ და გამაუმჯობესოთ, თუმცა რჩება ის არეალი, რომელზეც ეხლა ვაყენებთ საკითხს აი ამ შეხვედრებზე და იმედი გვაქვს, რომ კონკურენციის სააგენტო შესაბამისად უპასუხებს. ძალიან ამოუწყურავი თემებია, ძალიან ბევრია. ჩვენ ვერ ვიტყვით, რომ რაღაცა ეტაპზე რაღაცა დასრულდა, ვინაიდან პროცესი არის ძალიან ცოცხალი მუშამდგომარეობაში და რაც მთავარია, ორივე მხარეს, ჩვენ როგორც ბიზნეს გაერთიანებას და კონკურენციის სააგენტოს აქვს განწყობა აი ამ თანამშრომლობის. დღესვე დამსაქმებელთა ასოციაციის წევრებმა და კონკურენციის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ განიხილეს მომხმარებლის უფლებების დაცვის მექანიზმები, მიმდინარე ტენდენციები და გამოწვევები. აღინიშნა, რომ 1 წელი გავიდა მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ კანონის ამოქმედებიდან და ამ პერიოდში, როგორც ირაკლი ლექვინაძემ აღნიშნა, საზოგადოების ცნობიერება გაზრდილია მათი უფლებების დაცვის მიმართულებით და ისინი საკუთარი უფლებების დასაცავად სულ უფრო ხშირად მიმართავენ კონკურენციის ეროვნულ სააგენტოს. გასული წლის 1 ნოემბრიდან ამ დრომდე სააგენტოში დაახლოებით 460-ზე მეტი განაცხადი აქვთ მიღებული, აქედან 220-ზე მეტი საქმე შესწავლის ეტაპზეა გადასული. განაცხადების დიდი ნაწილი ეხება ონლაინ ვაჭრობის შედეგებს. კონკურენციის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის თქმით, სულ რამდენიმე შემთხვევა ჰქონდათ, როდესაც მოვაჭრე დააჯარიმეს და დარღვევის ფაქტი დაუდგინეს. უმეტეს შემთხვევაში კი მოვაჭრე იღებს ვალდებულებას, რომ აღადგენს მომხმარებლის დარღვეულ უფლებებს და გამოასწორებს თავის სავაჭრო პოლიტიკას. კონკურენციის სააგენტოში ამბობენ, რომ საბოლოო ჯამში მომხმარებელთა უფლებების შესახებ კანონი ეფექტურად მუშაობს. თავად ბიზნეს სექტორიც იზიარებს აზრს, რომ მომხმარებელთა უფლებების დაცვის კუთხით მიღებული კანონი მნიშვნელოვანია, თუმცა ფიქრობენ, რომ ადამიანებისთვის კიდევ უფრო მეტი ინფორმაციის მიწოდებაა საჭირო მათი უფლებების შესახებ. ძირთადად საკითხები მოდის
საცალო ვაჭრობის მიმართულებით, ეხება ტექნიკის თუ ტანსაცმლის ვაჭრობის მიმართულებას, აქ არის ძირითადი საპრეტენზიო საკითხები, ესე რომ ვთქვათ, არის რამდენიმე ათეულამდე შემთხვევა, როდესაც მომხმარებლის პრეტენზია არ იქნა დადასტურებული და მხოლოდ ასევე ათეულამდე შემთხვევა გვაქვს, როდესაც რამდენიმე მოვაჭრე დაჯარიმდა იმის გამო, რომ არ აღადგინა მომხმარებლის უფლება და არ შეასრულა დაკისრებული პირობები. ეს ეხება ძირითადად მცირე და ინდმე წარმოებს, რომლებიც ძირითადად სოციალური ქსელებით ვაჭრობენ და ასეთ დროს მომხმარებელს ძალიან დიდი ყურადღება მართებს. ეს ახალი საკითხია, ახალი სფეროა, ეს დღეს ჩვენთან საქართველოში, თუმცა ეს საკითხი უკვე ძალიან დიდი ხანია არის ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში, უკვე დამუშავებული და აპრობირებულია და იმისთვის, რომ მომხმარებელს სწორად ქონდეს აღქმული თავისი უფლებები, საჭიროა მათთან კომუნიკაცია და აღნიშნულ საკითხებზე უფრო მეტი ყურადღების გამახვილება. რაც შეეხება ფარმაცევტულ დარგში მომხმარებლის უფლებებს, ვისურვებდი, რომ კანონი უფრო მეტად განსაკუთრებულად არეგულირებდეს ფარმაცევტულ დარგს, იმიტომ რომ მედიკამენტი, ფარმაცევტული პროდუქტი არის ისეთი პროდუქტი, რომელიც საჭიროებს სპეციალურ როგორც შენახვის პირობებს, ასევე გადაზიდვის პირობებს და უფრო მეტი ინფორმაცია, უფრო მეტი კონკრეტული ჩანაწერი უნდა იყოს ფარმაცევტულ პროდუქტთან დაკავშირებით. შეგახსენებთ, საქართველოს კონკურენციის ეროვნული სააგენტო მომხმარებლის დაცვის და აღსრულების საერთაშორისო ქსელის პარტნიორია, რომელიც მთელ მსოფლიოში აღნიშნული მიმართულებით მომუშავე 80-ზე მეტი ქვეყნის უწყებას და წევრ ორგანიზაციას აერთიანებს. მადლობა, მარი მელიქიშვილი საუბრობდა პირდაპირ ეთერში.